ნანა გუნია, სულ გვახსოვდეს. პროექტის ავტორი ფოტოხელოვანი ნინო ჭაჭარიძე, დიზაინერი შორენა სვიანაძე, საღამო მიხავს ჟურნალისტ მანანა გორგიშვილს. მისამართი მაჩაბლის ქუჩა 13, მწერალთა სახლი. სურათიდან შემომწერის ქალბატონი ნანა გუნია. არ არის დიდი ხანი, რაც მან დატოვა ეს საწუთრო, მაგრამ დატოვა როგორც ქალმა, როგორც პროფესორმა, როგორც კარგმა დედამ და კარგმა ბებიამ. ხოლო დარჩა ამ ქვეყნად ნანა გუნიას კეთილი და დიდებული საქმეები. ამ საქმეების გასახსენებლად მოგზავნეთ ყველას აქ შეიკრიბა მწერალთა კავშირის საუკეთესო ნაწილი. ამ საქმეების ხაზგასასმელად გზავნება აქ საქვეყნო ცნობილი აკადემიკოსი და საზოგადო მოღვაწე ანზორ აბრალავა. აქ არის მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე, ასევე აკადემიკოსი სოსო სიგუა და ერთი უცნობი ქალბატონია ყველასთვის შემოპარული ჩვენთან. მანანა გორგიშვილი უნდა იყოს მისი სახელი და გვარი. შემოგვიფასებდა. არაფერი არ არის უფრო სევდიანი ამ დარბაზში, ვიდრე კოლეგის გახსენება. თან თუ გასახსენებელი გაქვს რაიმე. იგი ჩვენი მეგობარი იყო. ჩვენი
ორმხრივი მეგობარი იყო მანანა ჯერ ერთი წერალთა კავშირში წევრად ჩვენ მივიღეთ და მე ვიხარია და მიამოყება რომ მის წერალთა კავშირის წიგნობის წიგნაგზე წევრობის წიგნაგზე ჩემი ხელმოწერა მე ისიც მიამაყება უნდა ვთქვა რომ მისი პირველი და ბოლო ერთიანად 3 წიგნი წინათ მოხდა ბედნიერება რომ პატარა წინას თქმით დამემშვენებინა მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს მე ვინოხელი ვარ მისი სახელი და გვარი ყველა მიცოდა გარდა იმისა რომ იყო საქართველოს ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტის პროფესორი უცხოენის სპეციალისტი ამავე დროს იყო სათნოებით, ღირსებით, სიკეთით, პატიოსნებით აღსავსე ქალი. ნანა გუნიას ლექსები თავისთავად ილაპარაკებენ. თუ ახლა მაინც და მაინც პოეზიის დრო არ არის და თქვენს ჩემზე უკეთესად იცით ხვალ როგორც გალაქტიური იყო ხოლმე ბავშვები მოვლენ შენი წიგნებით იქნება ბევრი რამე იქნება მაგრამ ამ ქვეყნად ჩვენ არ ვიქნებით როგორ ელოლია ეგოდა როგორ ჩამოგვირიგებდა ხოლმე თავის წიგნებს როგორ იამაყებოდა თქმა იმისა რომ წარდგენილი იყო ერთ-ერთ ჯილდოზე არ ვიტყვი ახლა ვინ წარადგინა და რატომ წარადგინეს ამ ჯილდოს ერქვა დედისადმი მისვლილი ყველაზე ბევრი ლექსი მე დავამატებდი დედისადმი მისვლილი უკეთესი ლექსები როგორ დაიტირა მან თავისი ძვირფასი დედა და მერე როგორ გამოსცა 1000 ლექსი დედისადმი მისვლილი არ გინდა აშტუმრო შენს მუზას დედისადმი ასეთი დიდი სიყვარული მერე არ დაჯერდე ამას ხო ხედავ მანანა საქმეს არ გიტოვებ მაინც და მაინც არ დაჯერდე ამას და შენ სოფელში სახლდარი ააშენო შენი პირადი შემოსავლით შენი შვილების მიერ დაშენებული ორიოდე კაბიკით და ასე შეძენილი თავმოყრილი რამდენიმე ლარით შეიძლება რამდენიმე ასეული ლარითაც ააშენო სახლდარი ხოლო სახლდარი შენ პოეტის რომ არ იყო შენ დედაზე 100 ლექსიც რომ არ ქონდეს დაწერილი უკვე უყვდება იმ სახლდარში ეს იჯვარში წერენ და ნანა გუნიას იხსენებენ გვისმას ახლა ნანა გუნია შემოგწევის თავისი საოცარ სტამბესტავით თვალებით შემოგწევის ცოტა გულდაწყვეტილიც ამ წუთი სოფლის სისასტიკის გამო იმის გამო რომ მას ადრე მოუწია წასვლა მაგრამ არ დაგწეს გული ჩემო ძვირფასო ნანა შენ შემდეგ მაინც და მაინც ბევრი არაფერი სასიკეთო მომხდარა ამ ცხოვრებაში რა აზრო ყველაფერი
ისე ვისია ოღონდ შენ აღარახა მას წარმოვიდგინოთ რომ ნანა გუნიას აშენებულ ტაძარში ვარ და პირჯვარს ვიწერ ადრე ფეხზე და პირჯვარი გადაიწერე ვახსოვ ხარ ვიყვარ ხარ ჩემო საყვარელო ნანა მე ვთხოვ წერათა კავშირის აღმძრავ ღვაწლს ჩვენს მამოძრავებელს რომელიც ამ ბებერ წერათა კავშირის თავმჯდომარეს და მოადგილეებს გამოგვიყვანს ხოლმე მღვიმეებიდან დაგვირეკავს და დაგვიძახებს სადა ხარ მოდი ჩქარა ნანა გუნიას გახსენების დღეა მას ეკუთვნის ტაშის ძალიან დიდი ნაწილი ნანა მანანა გენაცადე აბა ასპარეზი შენ დაუყარე მადლობა ბატონო მოგესალმებით ეს მაგალითად სერვიანტებს იმიტომ რომ როდესაც ჩავნიშნეთ ეს საღამო იარ გავიდოდა რომ ამხსენებოდა თავდაპირველად ეს ისეთი ტკბილიანი იყო ჩემთვის მე და თავდაპირველად ნანა ვიყავით მეგობრები და ეს პერიოდი ჩემთვის იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო პერიოდი იმიტომ რომ როგორც ტელეფონზე ნახავდი მის ნომერს გული ამჩქარდება ხოლმე ისეთი ხარობა დაიწყო შეხვედრა და არის მისი ხოლმე პატევის მიღება და ბაზარზე როგორც თქვა მე ვიცი როგორ ამაყობდა თავდაპირველად ნანა იმ აზრის აშენებით რომელიც მოახერხა მან მე მინდა უპირველეს ყოვლისა მის ვაჟებს უთხრა დიდი მადლობა და მე ვიცი როგორი დედაშვილობა ჰქონდათ მათ როგორი სამაგალითო იყო მათი ურთიერთობა და მადლობა იმისთვის რომ აი დღევანდელს და აი საერთოდ სამაგალითო და მე მინდა მამა მიქაელ ჩხოლო აბაშის მაცხოვრის შობის აზრის წინამძღვარს რომ დღევანდელი შეხვედრა გაგვიგვეცეს და მე გავაგრძელებთ ტაძარში მომიწია მსახურება, რომელიც ხალხმა ააშენა და დაამშვენა დიდებას. მადლობა უხობს ამისთვის ყველაფერთვის, მას დიდი ვასი მქონდა. მოიცათ დიდი რომ სიყვარულით სავსე იყო და ყველას ამბობდა რომ რაღაც ყველაფერს სიამოვნებები და ყველას გაიგებინა სიამოვნებდა და ყველას თვითონ რომ ყველა ყაყილიყო ის ყველაფერს სიაგებდა და თემი ბევრი დაარჩეთ ტაძარში ყველა დიდი სიყვარულით რა თქმა უნდა ყოველთვის ვისენებთ ზევალოსადებს რა თქმა უნდა სასწაულის ეს დავადებით და და ფაქტურად თავგანანა ჩვენთან არის ყოველთვის გარდავიდა იმ სოციალურ პროგრამაში მაგრამ ჩვენთან სანამ ჩვენ ვისენებთ სანამ ლოცვებში ვისენებთ ყოველთვის ჩვენთან იქნება და ყველას თვითონ შეიძლება გავაბარდნა მე მადლობას გითხრით რომ მოვსწრებთ მე მინდა დაგმოწევთ ხოლმე გადაწყვეტი ყოფილიყავით ერთმა
მიუხედავად იმისა, რომ ყავს ორი ნაშკაცი, დედის კოცნას, დედის ალერს, დედის შეძახის, მის ნერვს, არაფერი შეუძლება საჭიროებში. ალბათ არ ჩამეთვლიან ცუდად. მე ყველას მირჩენია ჩემი დედა ყველაზე ძალიან მეყვარს, იმიტომ რომ პირველად თვალები რო გავახდინე დედა შეხვდები. სხვათა შორის მეც იგივე მაქვს ნათქვამი და არაერთხელ მithქვამს ინტერვიუში, მithქვამს ჩემი შვილებისთვის, რომ მე მიყვარს ჯერ დედა და მე მიყვარხარ თქვენ, იმიტომ რომ დედა რომ არ ყოფილიყო, არც თქვენ არ იქნებოდი. წამიკითხეთ კიდე ერთი დედის გარეშე მერწმუნეთ მზიანი დღეც კი ბნელია, დედის გარეშე უდედოდ ყოფნა ნამდვილად ძნელია, დედის გარეშე მაისიც ვერა და ვეღარ მაისობს, უდედოდ გული მკვდარია ვერა და ვეღარ ხალისობს, დედა ისეთი გამძია, უნდა ეფერო ახარო, დედის გარეშე უდედოდ ცარიელ დედას. ძალიან მინდა რომ დავათვალიერო ის ტაძარი, რომელიც თქვენი ამ წვალებით, შრომით, წამებით ააგეთ და ხალხს აჩუქეთ ეს ტაძარი.
მოგესალმებინება, რომ რამდენიმე წიგნზე მომუშავა მასთან ერთად. ეს არის ერთ-ერთი წიგნი. და ეს იყო საოცარი ურთიერთობა, იცით, ავტორსა და რედაქტორს შორის ურთიერთობა, ავტორსა და კორექტორს შორის ურთიერთობა დასამახსოვრებელია, ყველა ერთნაირი არ არის, რა თქმა უნდა. და ეს მუშაობის პროცესი ძალიან თავისებურია. ქალბატონი ნანა იყო განსაკუთრებული ავტორი ჩემთვის, რომელიც მუდამ მახსოვს. და ეს წიგნიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არის პატარ-პატარა ამონარიდები, რომელსაც ის მკითხველს თავაზობს და რამოდენიმე წავიკითხავ. რაღაცნაირად ნიშანდობლივია, რას წერდა ქალბატონი ნანა და დღევანდელი გადასახედიდან სულ სხვანაირად ვკითხულობთ უკვე. ვეცადოთ ვიცხოვროთ ისე, რომ არა მარტო საზოგადოებაში, უფლისთვისაც ვიყოთ ცნობილები. ეს უმთავრესია. რესტორანი ასეთი იყო ქალბატონი ნანა. ჩვენ გვესწრება ბატონი ანზორამოვა, აკადემიკოსი, პროექტის გადაღება. როგორც მეც ქალბატონი ნანა იყო ძალიან აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწე. როგორც თქვენ გირჩევთ. მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოგაკითხათ, რომ ასეთი მოგზაურები შეხვედრები ტარდება. ჩვენი ცხოვრება ღირს იმათ, რომ ერთმანეთს მოვეფეროთ, ერთმანეთს შევახსენოთ ჩვენი შესახებ, რომ ისე ყველა დავიწყებას მივეცემთ და დიდ მოსაგონარში მოგვიხსენიებენ. ქალბატონი ნანა იყო ძალიან მოგზაურებული ქალბატონი და ცხოვრობდა არა მარტო თავის შვილებისათვის, ოჯახისათვის, ძმისისათვის, რომელსაც ის ყოველდღე რომელთანაც ყოველდღე ურთიერთობდა, იყო ძალიან საზოგადო ადამიანი, აქტიური ადამიანი. და მე ძნელია მწერალთა კავშირში ყოფნა, ძნელია ჩვენს პრეტენზიულ საზოგადოებაში შენი მოგზაურებული ადგილის დამკვიდრება, მაგრამ მან ეს მოახერხა. თუმცა შეიძლება გინდოდეს და არ გამოვივიდეს, მას უნდა და გამოვივიდა, იმიტომ რომ აიყო მიზანსწრაფი. და თავისი მოგზაურებული შემოქმედება დატოვა სიმღერები, ლექსები, გამოქვედარი გამოქვედარს და ყველაფერი ეს აიღა მის სიკვდილას სპაროში. ის არის შვილები, რომლებიც აესე მიდუღა დედის სახელს ეთერებიან შვილიშვილების შთამომავლობა და ისინი რომ დაიძებიან ერთმანეთს საიდან მომდივარ ვინვარ და ალბათ ქალბატონ ნანას შემოქმედება სახე ყოველთვის მათთვის სავიზიტო ბარათი. მადლობა თქვენ და სროლა ქალბატონ ნანას. გასაოცარია ქართული სიტყვიერება, გარდაცვალება, ანუ კარგავთ ადამიანს, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი გვიყვარდა და შემდეგ მე გულში ტკივილს ვატარებთ და გვენატრება. მე დარწმუნებული ვარ, დღეს ქალბატონი ნანა აი აქ არის, ჩვენთან არის და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შეგვიძლია აქედან კიდევ ერთხელ უთხრათ, რომ გვიყვარს და გვეყვარება. კიდევ ერთ პატარა ამონარიდს წავიკითხავ. თუ გიფიქრია ოდესმე გარდაცვალებაზე, რომ ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრება ეს არის ჩვენი გამოცდა მარადისობაში გადასასვლელად და ჩვენი რწმენით, ქცევით, საქმით, სიტყვით, ქმედებით და ასე შემდეგ სად დავიმკვიდრებთ სამუდამო ადგილს, სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში, ღმერთმა გვაშოროს ჯოჯოხეთი. გასაოცარია ქალბატონი ნანა ამას წერდა და ძნელია რომ არ გაითვალისწინა თითოეული მისი აი მოცემული გამონათქვამი. მე მინდა ვთხოვო საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარეს ბატონ სოსი სიგუას. ქალბატონი ნანა გახლდათ ძალიან მრავალმხრივი მოღვაწე და შემოქმედი, პატრიოტი, ნამდვილი ქართველი ადამიანი. მე მახსოვს პირველად შესაშვებდი მას, ეს იყო გადატრიალების შემდეგ 1992 წელი მოვიდა ჩვენთან და მოგვიტანა თავისი ლექსები, რომელშიც
მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მისუნებს ზვიად გამსახურდიასთან. ახლა ხარდაჭერი ბევრი ყავდა ზვიად გამსახურდიას, უმეტეს რომ ალბათონი ნანა წარმოშობით აბაშიდან გახლავთ, მაგრამ ეს იყო ძალიან გულწრფელი ათოსი შემოქმედის მეცნიერის, რომელიც მან თავის პოეზიაში გამოხატა. ის ერთხელ უთეთზე მოგვიხდა ჩვენ მუშაობა და ჩემთვის პირადად განსაკუთრებით საინტერესო იყო მის შემოქმედებაში დედისადმი მიზნული ლექსების ციკლი. ალბათ ქართულადია რა ვიცი მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათი შემთხვევაა, რომ 1000-ზე მეტი ლექსი დაეწეროს პოეტს დედაზე. დედა ახლა ყველა შემოქმედისათვის ძირფასია, მრავალი შესანიშნავი ლექსია მისული ქართულ პოეზიაში, მაგრამ ასე მრავალმხრივ ნიუანსები, დეტალიზება, ფართო ასპექტში, ფართო პლანში წარმოდგენა მას ჩვენ თვითონ ალბათონ ნანას წარმოგვიდგენს როგორც საინტერესო შემოქმედს, რომელმაც თავისი ცოდნა, გამოცდილება, თავისი პატრიოტული თავგანწირვა დედის თემატიკაში შემოიტანა და ამ ციკლით ამახსოვრა მან ქართულ კითხულს თავი. აი დღეს ჩვენ რომ შევიკრიბეთ აქ, კიდევ ერთი პატივისცემაა მისი დამსახურებისა და ღვაწლისა. არადიული ხსოვნა იყოს ალბათონ ნანას. წერა-კავშირის თავმჯდომარის ქალბატონი მამონას თხოვნა, რომ დღეს იყო მეურვეობის რუსთავში და სამწუხაროდ წავიდა და დამაბარა, მითხრა რომ ჩათვალეთ, რომ თქვენთან ვარ. ძალიან გულისკენით აღნიშნა, რომ ვერაფრით გადადო მეურვეობის ძება. ამ წიგნზე ვიმუშავე მე თავის დროზე, ეს იყო 2021 წელი. და ეხლა რომ გადავიკითხე, აუცილებელი დავჭი. მაშინ ალბათ ვერ მივაქცევდი ყურადღებას და ეხლა როცა ვკითხულობ, სულ სწორად გებულობ ქალბატონი ნანას გამონათქვამებს. ზუსტად ასეთი იყო, ეხლა რასაც წავიკითხავ, ვიხდებით რატომ ამაყურებ ყურადღებას. ნებისმიერი სიკეთე, ღერძელობა, ჯანმრთელობა, ნიჭი, წარმატება უფლის ნაბოძების საჩუქარია და უნდა მივიღოთ მადლიერებით და წარმატების გამო არასოდეს არ უნდა ჩავვარდეთ ხიბლში. გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ადამიანს ამშვენებს უბრალოება, ნურასოდეს გავიშვებთ ხელს სხვისკენ დასადანაშაულებლად, მით უმეტეს უფლისაკენ ღმერთმა მოგვიტევოს. როცა განსაცდელის წინაშე აღმოჩნდებით, ჩვენი დასჯის მიზეზი ჩვენშივე ვეძებოთ. რამე თუ სამყაროს შემქმნელი უფალი არა მარტო ხედავს და ისმენს ყველაფერს, არამედ გულთამხილავია და ის არა მარტო სიტყვიერი თუ საქმიანი, არამედ გულში ჩაბუდებული უკეთური ჩანაფიქრისთვისაც გაფიქრებაც კი ცოდვაა, მოგვივლის შესაბამის განსაცდელს, რომ გონზე მოვეგოთ და თუ არ მოვინანიებთ, უფლის სამართლიანი რისხვა და სასჯელი არ ახსდება. ამიტომ ვიფრთხილოთ სხვასთან მიმართებაში სიტყვითაც, საქმითაც, ფიქრითაც უნდა გვახსოვდეს დიდ და საშინელ არს უფლის სამსჯავრო გვეშინოდეს. სწორედ ასე იცხოვრა ქალბატონმა ნანამ და მე, როდესაც დღევანდელ დღეზე მუშაობდით, ვისაც კი ვუთხარი, ყველამ გაიხსენა რაღაც სიკეთე, რომელიც ქალბატონი ნანასგან ჰქონდა. და მე რა თქმა უნდა ვიცოდი, არც გამქვრივებია, სწორედ ესე იცხოვრა ქალბატონმა ნანამ. ეხლა ქალბატონისგან გთხოვთ ქალბატონისგან. ეხლა ისეთი შეგვიძლია აი ჩვენი შვილი ცოტა მიჭირს სამყარო. ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ ქართული ქალის ამ ცოდნიერება, მიჭირება
ხასიათი ყველაფერი ეს იყო ის პიროვნებაში. თქვენ ვერ მახავთ გაჭირვებას, რომელმაც მან არ მიეხმარა იმ გაჭირვებას. საოცარი იყო. ერთხელ მომდევნო ხომბატონანას საოცრება. ყველა უფალმა ყველა სიტყვით ჩვენთან გავიჭარბა. და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამოგვივა ლექსი, რომელსაც ეწოდება წყემსოკეთილობა მილიციის შეფასება. და მან მე არაჩვეულებრივი ლექსი შექმნა, რომელსაც ჩვენ ამაშენებთ ყველაფერი ის რაც მინდოდა და როგორც მინდოდა. ამდენად ესე იგი ქალბატონანას სახე ჩემს სულ საზრისში სამუდამოდ დარჩა და მე გიორგი ედო თქვენ საკახად ედეფერები თქვენი დედის სულს და მე სანამ ცოცხალი ვარ 21 მარტი ყოველთვის სადაც არიქვები კონკურსი იქნება თუ ამერიკაში საფიქრები ყველა დაინტერესება თქვენი დედის საკითხი სამფერო აუცილებლად ის იქნება ჩემი განმაყოფები სარკმლის ცოცხალი ვარ ამიტომ მე ხალხს გავშენ აი ესეთი გამწევი გაჭირვების მომხერებები და საოცარი მე არ მინახია ძალიან იშვიათობას ამოვადეს ვოლონტერებს ამიტომ როგორც ბედნიერები ვართ მე ვიღანა ძალიან ბედნიერი ვარ ის პატარა რამდენიმე წელი რომ მასთან გავატარდა სხვადასხვა მარტო იქ ძალიან საერო კი არა ასევე შევქმნით რომანსები შევქმნით საბავშვო გუნდები რომელიც მალე გამოიცემა 300 წლიანი კრებული რომელიც მალე გამოიცემა და ბედნიერი ვარ იმით რომ მას ვიცნობ მე და ქალბატონი მიმოზა განსაკუთრებულად ძალიან ახლობლები ვიყავით ქალბატონანასთან და ეხლა მან შექმნა ეკლესია რომელსაც მე ვფიქრობ წაგიჭირა სულას ყველაფერს სომის იმდებს დაუჭერდა ასეთ საუბარს ასეთ გონია ახლახან ნახე ახლახან შეგვიძლია კიდის მოდებს გულზე დადებულს ფერით ზიდა და იგონებს თურმე წამია წუთისოფები და ნამდვილად ურთ ერთურთის ბედით დამაკლდი როგორ დამაკლდი თუ გრძნობ დარდის მირაჟებს ფუთ კარადასაობს ვიგერიახ და საფეს ველაჩიცები წლებს ფასერებს მომნატრები ხარ შემოდობილო ყვავი წნულების ვიგზამი გონას როცა ერთმანეთს ვკარგავთ ხო მაშინ ვაფასებ ერთუთის წონას ის ნაფერები ლამაზი წლები ნეტა ვერევა საფრთხებაა გულის გულიდან ნაწული ლექსი თქო შაგიტვალე გზას სიყვარულად უბის ციგნაკში შენს გვარს და სახელს დღეს განძაკიცეულს ლოცვებით ვახო ძუჭია ძუჭის სოფები ძუჭად იმატებს წლებს ჩვენთვის სამყოფს რადროგასულა წყდა დავაში ღრმად ჩაძირულა იმედის ტკივილი ისე ტკივილად რჩება რომ არასოდეს არ შუშებს ტკივილს ჩემში დარჩი როგორც სიწმინდე როგორც ალალი ამ გულის პეთქვა ერთი დღე არა შესულჩერთან ხარ და მახატია ლეგუსვაში გასენების დღეა და მე ადამიანების მეურვით რომ უკვე წაკითხულს კითხულობდა სულ სხვანაირი განწყობა რჩება აი რას წერდა ქალბატონი არასოდეს გაბრაზდეთ თქვენს მიმართ უგნურის მიერ გამოთქმულ არასასურველ სიტყვებზე და უკეთურ მოქმედებებზე გულში არასოდეს ჩაიგდეთ ბողმა რაც დამანგრეველი იქნება თქვენი სულისა და ხორცისათვის და უპირველეს ყოვლისა არა მოსაწყობი იქნება უფლისათვის და არ იფიქროთ სამაგიეროს გადახრაზე მიენდეთ უფალს რამაც ყველაზე დიდი საჯურის საკითხი არის უფალი
ბატონ ზაალბოთხოველს მინდა ვთხოვო სიტყვა და თხოვთ მე თუ ვისაც სურვილი გაქვთ რომ გამოგვიდეთ და ქალბატონი ნანა გავიხსენოთ მომძალეთ. მოგესალმებით შემოქმედებო. უპირველეს ყოვლისა არ ვიქნებით მართალი ჩვენს სულისგან თუ პატივი არ მივაგეთ ისეთი დიდებული ქალბატონის სულას, რომელიც სულ ახლახან გარდაიცვალა და რომელიც სახელი და გვარიც არის გიეტა აფშილავა. ცოტ-წუთივით რომელიც პატივი მივაგეთ Balut. Ikali ქალბატონი ნანა გუნია. მახსენდება ეხლა მე ერთი გამონათქვამი ჩემი დიდი მეგობრისა, რომელსაც არ გაგეცინოდა ლევ ტოლსტოი ერქვა. ლევ ტოლსტოი ბრძანა რომ ერთ სამთებს შეუძლია 1300 ამტოსო. და თან ისე რომ მის ბრძინვალებას და მის ბრწყინვალებას არაფერი დააჭდება. არ ვიცი ეს იცოდა თუ არ იცოდა ქალბატონმა ნანამ, მაგრამ ფაქტია რომ მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველდღიური საქმიანობა, შემოქმედება, მოღვაწეობა მისი თვითონი დამიჯი სწორედ ამ სამთლის ანთებას გავდა, იმ სიკეთის გადადებას გავდა, რომელიც ასე გვაკლია დღეს ჩვენ დღევანდელ საქართველოში. როდესაც ადამიანები ლამის დაუძინებელ წებად ვერცეთ ერთმანეთს იმ გაუგონარი არარსებული პოლიტიკური პოზიციების გამო, რომლებიც თითქოს ჩვენ გვასალკევებს და გვანაწილებს, გვაფიტოგაცებს. შემოკარგო ჩვენ წრეების ოცნებაც ეს არის, რომ ეს ასე მოხდეს. არა და არა. ქალბატონი ნანა თავისი ცხოვრებით, თავისი წავსით და სოფშეგრძნებით იყო ერთი მშვენიერი მაგალითი იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს, როგორ უნდა იბრძოდეს და როგორ უნდა იცავდეს შენ სამშობლოს მის ძლიერებას, მის წარსულს, აწყოს და რაც მთავარია მის მომავალს. მისი სიკეთის ბადალი და მისი სიკეთის სარკისი სათქმულების ბადალი მეც გაგრძნობია და ხშირად გაკვირვებულის დავჩერილი ვარ ხოლმე მისი საოცარი დიდი გულის შემხედვარეს. ეს არც დავიმალავს და მხოლოდ ნაზად და სევდიანად გაგებებია, ალბათ იმის გამო თუ რატომ გადავეჩვიეთ ჩვენ ადამიანები სიკეთის დანახვას და სიკეთის კეთებას და რატომ გვიკვირს აი ამ სიკეთის კეთებისა შემონარგება. მე მინდა ვისურვო რომ ბარადულ ნაწილში ამყოფოს ღმერთმა ქალბატონი ნანა და მის ნაგრავს, როგორც გორულები იყვია ხოლმე, მის საყვარელ ნაგრავს სიკეთე და ბედნიერება უსურვო. და კიდევ ერთი, არ ეხლა საქართველოს მართლაც რომ ბერგისკიძე გადის და მე ძალიან მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი დიდი სულიერი წყემსის ჩვენი პატრიარქის ილია მეორის სიტყვები. იბრძოლეთ ჩვენი დიდი წინაპრების მსგავსად, რათა უპირველეს ყოვლისა ჩვენ სულებში და შემდეგ ჩვენს გარშემო გადავარჩინოთ ჩვენი წილი საქართველო. აი ამ საქართველოს გადასარჩენად სეციური საქართველოდან ნანა გუნიას სული სიძულვას. აბა დამფიქრდეთ, როცა პრეტენზია გვაქვს განათლებაზე, კულტურაზე, შეგნებაზე, ძმენაზე, გვაქვს კი განათლება, კულტურა, შეგნება, ძმენა. მაშინ როცა ვერ ვაცნობიერებთ საფრთხეში ჩვენი მოსვლის აზრს და ჩვენი ცხოვრების მიზანს, რომ ცხოვრება წარმავალია და უნდა განვლიოთ არა ჭკუპსა და კამათში, არა ბორბასა და შუბში, არა წენასა და სიძულვილში, არამედ ერთმანეთის სიყვარულში და ვიზრუნოთ ჩვენი სოციალური სულის გადასარჩენად, რაც გამოიხატება ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობაში, ერთობაში, მიმტევებლობასა და გრძელდით დგომაში, სიყვარულში. მე ვთქვი, რომ სხვანაირად ვკითხულობ ამჯერად
წიგნს და სწორედ ასევე მითი იყო ქალბატონი ნანა. აი სიკეთის ეტალონი იყო და არ ამიწდებოდა არავინ მის გვერდით ვინც იყო. მე ხა მინდა ვთხოვო ჩვენს მემატიანეს ნიკოს. ვიცი მე რომ ჩემთან აქვს ნათქვამი და ახლაც გვეტყვის იმას რაც მე მითხრა ქალბატონ ნანაზე. ჯერ კიდევ ქალბატონ ნანას სიცოცხლეში. ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ესეთი ურთიერთობა ჰქონდა ქალბატონ ნანასთან თვითონ ჰქონდა უბრალოდ ჩემთან ურთიერთობა არ გავიგებდა კვირა ბატონურებად როგორც ხელმძღვანელი და ამ შემთხვევაში ახალებასთან ირეკავდა და ყოველთვის რაღაც ასე ვთქვათ საუბრობდა თან ისეთი კუთხით მესაუბრებოდა რომ შინაგანად რამატო ხედა რა მткиოდა თავი ძალიან ბევრი რამ გასახსენებელი აი უბრალოდ ცოტა დამნეული ვარ და მან რაუნდან მაგრამ ერთამეს ვიტყვი ერთხელ კარგად მახსოვს სიცხე მქონდა და დამირეკე ქალბატონმა ნანა არავის არის რაღაც მოკითხვა და მეუბნება შენი მისამართი მომეცია მე მისამართი კი ბატონო ალბათ მოგზაურობა დავიხედე და არ ვიცი ყოველგვარი მოვლენით, ყოველგვარი იმას გადააჭარბა. ტაქსის როლი დაიკავა, გადასცა სამარი, კიდე კონვერტი, მთელი საქმე გადასცა. არის უშუალოდ ისეთი დიდებული ქალბატონი იყო, რომ აი ბევრი რაღაც გასენებაც და მე ალბათ მომავალში და უახლოეს მომავალში ხო პატარა წიგნით შესაძლებელია რომ აკეთდეს რა. თვალსაზრისით არა მარტო ჩემთან, არამედ ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა უშუალო შეხება. და იგივე მის პოეზიაზე არაფერს არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ დედას უდღნა ლექსები, 500 ლექსები უდღნა. და როგორც პიროვნება ძალიან დიდებული და მე რატომაც მგონია რომ ადამიანები არ გვერდიან. ისინი სისხლიერობად მოდიან და საერთოდ სისხლის სახით მე მგონი ქალბატონი ნანა მინდა რომ დავიჯეროთ რომ ეს არის ქალბატონი ნანა აქ არის და ის სულს დიდება და შემდგომ დიდება და გახარება და თქვენი გასული ქალბატონი ნანას ვაჟებს თხოვთ რომ რამდენი ხეშია ჯამო მე მინდა ვითხრათ რომ აი დღევანდელ ღონისძიებაზე ჩემთან ერთად იზრუნა ჩვენმა მეგობარმა ნინო ჯაჯანიძე. მე და ნინო ყოველთვის ვცდილობდით რომ აი დღევანდელი დღე ყოფილიყო რაღაცით და აი ძალიან ისეთი როგორიც იყო ქალბატონი ნანა და ბოლოს ფინალისტის კიდევ ერთხელ გადასწავლით სანაპიროებს დაეჯვარდი მოვლენ ჩვენთან. უბუნური ზოგჯერ ურიცხვი ქონდეს პატრონი და დღესგრძელნი არიან, მაგრამ სიცოცხლეშივე კვდებიან, რადგანაც მათი ცხოვრების მიზანი კუჭის სიმაძღრე და ფუფუნებისაკენ უტოლვაა. გონიერნი შეიძლება დღესგრძელნი ვერ იყვნენ, როგორც უბუნური, რადგან ერისა და ქვეყნის მომავალზე ფიქრში უთენდებათ და უღამდებათ. ამიტომ მათ სახელს სიკვდილი არ წერია. რაუცნაურია ამას წერდა ქალბატონი ნანა და ნამდვილად ქალბატონი ნანას სახელს სიკვდილი არ წერია. ის ჩვენს გულებში სანამ ცოცხლებია ყოველთვის იქნება. შეიძლება მოგესალმებით, ბატონებო. თავისუფლება მივეცი რა. ჩემ საზოგადოების წინაშე, რაც ვიცი პატრიკა, ჩემი მეგობრები არიან, მეგობრობა და საერთოდ დაიწყო ეს მეგობრობა. რა როლი ქონდა ამ ურთიერთობაში ქალბატონ ნანას და რაღაც ცირე დეტალები და მოუყვე რაღაცნაირად ყველას ისე და ამიტომ ჩვენი შეერთებული ეს გავაცილოთ ეს კარგი მომენტი.
კარგი მომენტები, იმიტომ რომ ცუდი მომენტები და ცუდი სიტუაციები ალბათ ამასთან არის ოჯახთან. მე არ მქონია ეს დროს და არც მახსენდება იმეს რომ ეთქვას და რაღაც ცირები რაღაც უხერხული მომენტი სამდე ყოფილა. აი ოჯახის ირგვლივ ხალბატონი ანას ირგვლივ ხობის მოსწრაფი. მე დავიცანით საერთი ეგრესიაში აზრში აი ის პერიოდია ჩვენ მოხსენება რომ დიდი გაჭირვება გამოიარეთ როგორც ყოველ საქართველოში შეიძლება ყოფილა და ეკლესიისკენ დავიწყეთ პროცესს მორება ლიდერი ბიძარი გადავიწერეთ და წერასთან ერთად პლუს ის აუცილებელი ისწავლეთ რაც არის სინანული რაც არის ერთთან საუბარი ლოცვა და სიკეთის სწავლა კიდე უფრო ღრმად და კიდე საფუძვლად და ერთი მინდა ვთქვა რომ ხალბატონი ნანა ჩემთვის პირადად ურთიერთობაში იყო როგორც დედა აი ესეთი დამოკიდებულება ჰქონდა ანუ ისინი იყურებდა როგორც თავის შვილებს შვილებთან ერთად ესაუბრებოდა დაგმოძღვრავდა სულიდან გულიდან ამოიღებდა საუკეთესოს და იმას ჩვენებდა რაგზით უნდა გვეული ჩვენ ყველას ის ახალგაზრდებისთვის ატარებული ვიყავით და ახალგაზრდები ვიყავით და ესეთი მომენტები აი უამრავი ისეთი ყოფითიც ისეთი აი ყოფაში ვიდა ადამიანის უცირეჭის შეიძლება გამომივიდეს და ის ოჯახში ყოველთვის იყო ხალხმრავება ჩვენ რეალს ვიყვარდა ის ოჯახში ყოველთვის იყო პატიჟები დაუპატიჟებდა შეიძლება ის სახლში მოძღვარი ცხოვრობდა პერიოდი იყო პერიოდი და მას პერიოდი იქნებოდა ცხოვრება ინა დათმობილი ხონდა მას მოსახურებოდა თეისი და გული მოსახურებოდა და სიკეთეს იყოდა მე აქ ვითხო ეკლესიის შენებობაზე საუბარი ესე იგი როგორც სიტყვიან აი რა ვიცი მოიარა მთელი ქვეყანა ალბათ არ დატოვა ისაც მიუწვდებოდა ხმა ვისთანაც მიესრულებოდა თუ არ მიესრულებოდა თავის კეთილი გულით მივიდა ყველას მიაღებდა მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში და ადამიანებს ამიტკივებს სიკეთე გაუკეთა მახსოვს ვიდი მისი ესე იგი ახლა არის სიტყვა мотивация სიტყვია ხო ამ ინტერესიანი რა თვითონაც ესეთი გულანთებული იყო და ამისი ანთებული გული სხვასაც აუქებდა გულში და იყო ესეთი ინიციატივიანი ყოველდღე საუკეთესო საქმეს თავში ჩაუდგებოდა ხოლმე და ბევრი მისწავლია ბევრი ნახავს მისგან მაგალითად თუ ცხოვრებაში სხვადასხვა სიტუაციებში როგორ უნდა მოხსენებული და მისავლია და ამოზეგება ამისი მადლობა თქვენი რომ მისმენთ და სოუნა კიდევ ერთხელ შემოთვალა ჩვენ აქედან მოგითხრა მადლობა უთხრათ ჩვენ ნანა დეიდას მისი არსებობისთვის და მისი აი ესეთი ლამაზი სულის უკდავებისთვის უფალს შემოთხოვოთ და
მადლობა რომ ასეთი კარგი შვილები ყავს, ასეთი კარგი ოჯახები ყავს მათ შვილებს და ძალიან გახარებული ვარ სიკვდილის ბოლოს რომ ამბობდა რომ ძალიან უნდა რომ მოსწრებოდა გიორგის შვილს და სამწუხაროდ ვერ მოესწრო და მის სახელზე იზრდება პატარა ნანიკა ძალიან კარგი და მის ეს სახელი ნანა და ძალიან ბედნიერი ვარ მე ამით. Ღმერთს მადლობა ყველაფრისთვის, თქვენს მადლობა, მოდით ასეთი საუბრისთვის. არის ყოველთვის თუმია დედაზე თქვა ათეხლა თვითონ სანდებიან ბატონი ანსოლა ბატონი სუსუსი ბატონი შოვაზის აღმოჩნდეს მაგერო ეხლა მე მაშინ პატარა ვიყავ ბავშვი ვიყავი და სკოლის მოსწავლე ვიყავი და აი როდესაც ეროვნული ხელისუფლება მოვიდა სათავეში და ეს ადამიანები ბატონი ყოველთვის და მერატოსკოვოს ვერდით იყვნენ ყოველთვის და ერთხელ მახსოვს რაღაცა შეხვედრა იყო ფილარმონიაში ამ ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან და რაღაც მერატოსკოვამ წარმოთქვა სიტყვა და თქვა ასეთი რაღაცა რომ ესე იგი როდის ყოფილა რომ შვილიო დედასო სიყვარულს ეკიცებოდა რომ ანუ დედაშვილო ეს ესეთი ის არის რომ დედა და განთავდა რა, ხო ძალიან ხუთია დედაზე საუბარი შეიძლება სხვა ადამიანზე ისწავლოს ამოწურავად რაღაცა, მაგრამ აი დედასთან დაკავშირებული ყოველთვის რთულია საუბარი და ახლა ბევრი კითხვა, ბევრი ფილოსოფიური მოსაბონარი ბევრი კითხვა დიდი ნაკლობა თქონდა სასწავლო ფილოსოფიისათვის, ასეთ ხილად დედა ჩემი სახელის მოგწოდებს და მადლობა გიხსნით კიდევ ერთხელ მოგზაურობისათვის ამ სიტყვას და ამ სიყვარულის გამოხატულებას. დიდი მადლობა. ამაჟორ მოგესალმებით. ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ტელევიზიონის ესეთი სიტყვა ესეთი გველი actually ნამოსული სიტყვები გაიმეტეთ და მეგზაურობა ჯანმრთელობაზე დიდხანს იწესოს სიტყვა ყველას. დიდი განკეცო ყველას მოწონდა და შედა ასეთ მადლობელი. არ მელოდი არ მოგიარგე სიტყვა გამოსვლა უბრალოდ არ შემოწმებელია რომ აღქვა თემატური ყოველს ადრე რატო აქაურობა და უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი რომ რა არის ზოგადად მნიშვნელოვანი ცხოვრებაში რომ აი ამდენი კეთილი მოსმენა რომ ყავს ცხოვრებაში რომ შეგეთ იყოს ამდენი კეთილი სიტყვა თქვას აი ეგ არის ადამიანის თანხმობა და მე სწორედ ჩემს ამდენი კეთილი ადამიანი ვარ საუბრობ და ხტები ამდენი მნიშვნელოვანია ეს ხალბატონი რომელზეც ამდენი კეთილი მოსმენა არის და მინდა რომ დაგლოსოთ თქვენს და ეს ადამიანის და მადლობა ყველას Shed
მოусმინოთ ჩვენს დღევანდელ შეკრებას რა საკვირველია სევდა და ცრემლი ახლავს ეს ცრემლი და სევდა ნანა გუნიას არ ყოფნით არის გამოწვეული ერთი მხრივ მე ლაპარაკებით ხანდაზმულთა პოზიციიდან ჩვენ ამ ხნის ხალხი მე 85 წლისა ვარ ფიქრობთ ხანდახან ღმერთო როდის დამთავრდება ყველაფერი ეს როდის წავალ იმ ქვეყნად ჩემი წნევით, ჩემი ინსულტით, ჩემი ალერგიით, ჩემი გაცილებით, ჩემი გულის უკმარისობით დაღლილი შურით, დაღლილი ინტრიგებით და დაღლილი ყველაფრით. როდის მოვბოჭავ ამას ყველაფერს და როდის დავისვენებ როდის დავიკრებ გულზე ხელებს მაგრამ იმ წუთში გამახსენდება ის სახეები ვისაც ჩუმჩუმად ჩაეღიმება ხოლმე აჰა წავიდა ხო წავიდა 30 წელი რო გვაჯდა თავზე ამ წერათა კავშირში სულს რო გვიხუთავდა საშუალებას არ გვაძლევდა ჩვენი ნიჭის გამომჟღავნების და იმ გახარებების გამო არ მინდა სიკვდილი გამოანათებდა ხანდახან ჩემო ამზორ კეთილშობილი ღიმილი ჩვენი კეთილი მეგობრების
ჩემი მეგობრის, შენი მეგობრის, სოსოს მეგობრის დაჭექი ზაზო და კიდე თაზე რა. სალა მომსენებელი ხარ, რა. ხოდა იმ წუთშივე ყველაფერი კარგი მოვიდოდა ჩემთან. ჩვენ ერთს გვაძლევინებს. როგორ გვიცხეროდა დღეს მთელი 3 საათის განმავლობაში წერალთა კავშირის სასახლეში ნანა გუნია. მე ვენაცვალე მის სევდას, მე ვენაცვალე მის სიკეთეს და იმას, რომ მან ამ ქვეყანაზე სახელოვანი შვილები დატოვა. მე მახსოვს მისი ღიმილით და სიხარულით გაცისკრონებული სახე, როცა მას შვილიშვილები შეეძინა. მერთო, არა ხარ ყოველთვის სამართლიანი. ღმერთო, არ მჯერა მე ყოველთვის რომ ღმერთსაც კარგი უნდა, ღმერთსაც კარგი უნდა. კარგი რა, შეკაიკაცო. იაროს ამ ქვეყანაზე ნანა გუნიამ, აზრის ამშენებელმა ქალმა, თითქმის სიობლეში შვილების გამზდელმა ქალმა. უამრავი შვილობილი ყავდა მას თავის სტუდენტთა შორის და 1000 ლექსი ჰქონდა თავის ჩანთაში დედაზე, წასულ დედაზე დაწერილი. შემოაზორ, ვეთაყვანები შენს ბრძდულ ნათქვამს, ბრძდულ სიტყვას. შენ ჩვენი ბეჭის დამწნელი ხარ, ჩვენი მეთაური ხარ და რა კარგად და რა მართლად ყვარებია. ქალი, რომლის სახელი და გვარი იყო ნანა გუნია. გაუმარჯოს ვეფასებო მის სიტყვას სახელს. გაუმარჯოს ქალბატონ ნანას სახელს, შემოქმედს, მოღვაწეს, ჩვენს მეგობარს. მე წერალთა კავშირში ვახსენე, რომ იმ ავად სახსენებელ პერიოდში, როდესაც ყველა დევნილი ვიყავით, ის წერდა ლექსებს ზვიადგამსახურდიაზე და ბეჭდავდა კიდეს. ის გვეხმარებოდა ჩვენ მაშინას, შემდეგას, რაც შეეძლო ჩვენთან იყო თავის საქმით, სიტყვით, შემოქმედებით და აი ასეთი დიდებული მოღვაწეები და ადამიანები ალამაზებენ ჩვენს პოეზიას და ჩვენს ცხოვრებას. ათელში იყოს და არის მისი სახელი, მისი სახე და ჩვენ კიდევ ყოველთვის მოვიგონებთ და გავიხსენებთ ამ კეთილშობილ ადამიანს. ასე თბილოდა, ასე ლამაზად მოვიდეს და მისი მოღვაწეობა და მისი ცხოვრება. დიდი მადლობა ისე და ისე და გახარებულები ყავთ და ბედნიერები ყავთ და მოჩახერთან. დიდი მადლობა. პირველესად ეს რო არის საინფორმაციო ამით რომ ხსენდება მაშინ რო ყოფილიყო ის შეიძლება ჩვენ სხვანაირად წავსულიყავით ოღონდ იმის პროპაგანდით რაც მაშინ იქნებოდა და კეთდებოდა მადლობა უთხრა ჩვენ ქართულ წერლობას ამ დიდი საქმისთვის მე ვიფიქრი ამაზე მომავალში ალბათ რაცაც როც ჭირდება ადრე იცოდნენ პოეტის ნამდვილი ცხოვრება მისი გარდაცვალების შემდეგ იწყება. ეხლა არც მის შემდეგ აფასებია. სამწუხაროდ ასეა. მაგრამ ხო ვარ ჩვენ ნაწილი ერთი საზოგადოების გაუმრავლდებით, გაძლიერდება. ყველაფერს აქვს თავის დასასრული და აი ამ ცუდ დამოკიდებულებასაც ექნება თავის დასასრული. აქ ბრძანდებიან მისი მესვეურები, ვის დღემდეს, მოიტანეს, აგზელებენ იმ დიდ გზას. ბატონო რეზო, თქვენ ბრძანდებით აქ. ბატონი სოსო ბრძანდება, ქალბატონი მანანა, ყველა თითოეული ქვეყნის დაკავშირებული ხარ, ჩემო ზალ. შენ ყველაფერს ინახავ ამას ისტორიისთვის. ბატონო ნიკო. გაიხმოს. ქალბატონ მაყვალასავლოცავ და გაუმარჯოს. ჩვენ წერლობას გაუმარჯოს. მადლობა თქვენ აფერულ თქვენ ვაჟკაცობას, მე კაცობას რა
ასე რუდუნებით მოგარ. იქ სასახლეს არ გაწევენ, იქ არაფერი, იქ ქუჩაში გამოაგდეს, მაგრამ ბრძოლა გააგრძელეს, რა ზვასია. არ ყოფილიყო ეზა ფარკმალი დაეხმარათ რა იქნებოდა. აქ მერე ასე კი არ არის, ჩვენ არის. აი დიდი შემოქმედი ხალხია. ერთი ქართველი, აი რეზო მიშელაძის ნაწარმოებები რო წაიკითხო, მხოლოდ და სხვა არ წაიკითხო. საკმარისია იმისათვის, რომ მოიწონო თავი, რომ რა დიდი მემკვიდრეობის პატრონი ვარ ჩვენ. გაუმარჯოს ამას. ჩემი რეზო მიშელაძის შემოქმედება კიდევ უფრო დაფასდება. სოსოსიგუ აგერ ცოცხალი კრიტიკოსი. Also ბავშვს ეკითხებიან ჯავახიშვილის უნივერსიტეტის წინ, ჯერ თუ ნახე ასეთი ბავშვი, ასეთი მწირი ცოდნის, არა არის გამოცა. ივანე ჯავახიშვილს იცნობო? ჩემ კურსზე არ სწავლობს. რუსთავი ორი აჩვენა მეორე. მერე ეკითხებიან ისო. ბიჭოლა იციო ვინ არისო? მთელი ბიოგრაფია მოყვა ბიჭოლას. ბიჭოლას არ უნდა იცნობდე და თუ იცნობ არ უნდა გააცხადო. ხო? აი ეს ახლა უნდა ამის პროპაგანდა. აი ნახე ვიღაც სულელი, ხო? ელა მაბატიან რას უბრალოდ. აცო წყალდიდობა. და ხალი ბადმოდის ჯერ ის სადნახეს ესა უჭირავს ქოლგა და წყალში აღამ. იხჩობა, მოდის. ეს ჟურნალისტები ხო თავხედები არიან. პირში ჩაჩარა, რას იტყვით ხალბატონო? რას იტყვით გაჩერდა წყალში. ეს სონდიკი მეორე ქოლგა გადაიდა მეორე. რას იტყვით აგერ ნაპირზე რო დგანანო ხო ხედავ? ჩემი აღზრდილები ვარ, მე მასწავლებელი კარი. პირში მთქმელი ვარ, არავის საფერფეროშემი არ ამაქვს, საფერფერო არ ამაქვს. აი, იმან შესწორა. ყველა, არა, გაც ჩოხატავდა. ყველა გადაცემაში, საინფორმაციოში დაუშვეს. აი, იმან შესწორა დაუშვოთ, ხო? შენ ვაჩვენოს არა აუცილებელი. ეს იყო ძველ ტელევიზიაში. ხო, მაგას გეუნები, დაბა გაწოთ ესეთი გადაცემა. აბა გაუმარჯო ჩვენ ჭეშმარიტ ქართულ მწერლობას. ბატონო რეზო, გითხარ სიცოცხლეს. თქვენ არ აგავთ არ ზავანყოფობის უფლება. ბევრი ტკივილი გაქვს, ბევრი რაღაცები გადატანილი რაც შეუძლია მხოლოდ რეზო მიშველაძეს. და რეზო მიშველაძემ უნდა გადაიტანოს ეს. აბა, ჩემო სოსო. ჩემო წერლობას, ყველი პრომოციას ჩვენ წერლობას. და ყველას ყველას ერთად დაგვწევთ ყველას და მართლაც იდეულად ამას მახლა კრატეს სიმბით დაჩარდა და შეტა არის წონერი ადამიანები კიდე არის თორე საკითხავია და გისმოგვიძით ტრანსკრიპტი იცოცხლოთ რომ საკსოფონი ამბობს და ეგზელები გარდა გახარებულები და გაუმარჯოს ვირფასებო ქართულ მწერლობას რომელიც ღირსეული წევრიც იყო ნანაგუნია ბატონო რეზო მამა თქვენი ისტორია გეხარით გაუმარჯოს ქართულ მწერლობას სახალხო მწერალს ჩვენს დიდ მწერალს რეზო მიშველაძეს გაუმარჯოს.